სოციალურ მედიაში მიყვარს ის, რომ არ არის რუტინა და მუდმივად არის ცვლილებები, განვითარება და კრეატივი. მე ვარ რუსტან ტეფნაძე, სოციალურ მედია მენეჯერი. ამ ეტაპზე სკილვილის სოციალურ მედია მენეჯმენტის კურსს ვასრულებ, თუმცა იქამდე სადღაც 5 წლის წინ გამიჩნდა სოციალურ მედიის მიმართულებით ინტერესი. თანამედროვე ცხოვრებაში ვთვლი, რომ კომუნიკაციები და ბრენდები უშუალოდ უკვე სოციალურ სივრცეში დგავენ ფეხს და ჩემი ბრენდის სოციალურ ქსელებს მართავდი მე და უკეთესი შედეგების მისაღწევად და სტრატეგიული მართვისათვის გადავწყვეტე შემესწავლა სოციალური მედია მენეჯმენტი. ვეძებდი, სად ვესწავლა და ზუსტად სკილვილი აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც გავეცანი სწავლების სტრუქტურას და ჩემთვის მისაღები იყო, რადგან ტარდებოდა ონლაინ ვიდეო ჩანაწერები ლექციების, ასევე დღესაც დევს პლატფორმაზე, რომლის გადახვევად შემიძლია და შეხსენება თითოეულ მასწავლის და თეორიული ნაწილი გადმოგვქონდა პრაქტიკულ кейსებში, სადაც ვავითარებდი თითოეულ უნარს, თუნდაც იქ ფოტოს დამუშავებას, ან პლატფორმის აწყობას, სტრატეგიის გაწერას და ეს ნაბიჯ მივდიოდი იქამდე, რაც თავიდან მქონდა ჩაფიქრებული. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ლექტორებთან კომუნიკაცია. ყოველთვის ხელმისაწვდომები იყვნენ, უკავშირი ჰქონდათ, რომ რამდენად სწორად შევასრულე სათუის დავალება მეხმარებოდნენ. შევისწავლე ის პრაქტიკული უნარები, რაც არ მქონდა, მაგალითად თუნდაც ის ფოტოს დამუშავება, სტრატეგიული გეგმის შედგენა, დასქეჯვალება, თუნდაც კალენდარში, კონტენტ კალენდრის შედგენა, რეკლამის გაშვებაც. ბრენდის სტორიტელინგი, სწორ აუდიტორიაზე გასვლა, მოკლედ ყველა ის უნარები, რაც სჭირდება კარგ სოციალურ მედია მენეჯერს. სწავლების პროცესში პარალელურად შევქმნი ჩემი ბრენდი და ის მასწავლი უნარები გადმოვიტანე და ავაწყე ბრენდის სტორიტელინგი სოციალურ მედიაში და ვავითარებ ამ მასწავლ თითოეულ დეტალს. დღევანდელი გადმოსახედით ჩემი მიმდინარე გეგმები მოიცავს, რომ ვმართო ჩემი სტარტაპი და განვავითარო და მიმაჩნია თანამედროვე ცხოვრებაში, რომ ყოველდღიურად იცვლება სოციალურ მედია მიმართულება და ნაბიჯ გავყვე და კიდევ უფრო დავხვეწო და განვავითარო ჩემი პროფესია. ასევე ვფიქრობ, რომ ეს პროფესია ვაქციო ჩემს პირად საქმიანობად და ვემსახურო როგორც ადგილობრივ ბრენდებს და სტარტაპებს, ასევე მივაღწია იმ განვითარებას, რომ ვიმუშაოს საერთაშორისო მასშტაბით.